გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 14-ზე გამოშვებაში ნახავთ. აზერბაიჯანის პარლამენტმა ევროპარლამენტთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დადგენილება გამოსცა, განისაზღვრა სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებები. სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითმა კომისიამ 104 გვერდიანი დასკვნა დაამტკიცა. დასკვნა ითვალისწინებს მათ შორის რეკომენდაციებს, როგორ უნდა ჩამოყალიბდეს სისტემა ისე, რომ მომხმარებელმა პროდუქტზე დაბალი ფასი მიიღოს. რა წერია დასკვნაში, კონკრეტულ დეტალებს ნინო არღულიანი მოგვიყვება. ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის დასკვნის პირველსავე გვერდზე წერია, რომ სასურსათო პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით გამოწვევები ძირითადად უკავშირდება ღირებულებათა ჯაჭვში ასიმეტრიას, გადახდების ვადებს, ლოგისტიკურ ხარჯებს და ბაზრის არასაკმარის გამჭვირვალობას. ამავე დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სწორედ ეს პროცესები აფერხებს ქვეყანაში პროდუქტებზე ფასების შემცირებას. ამავე დოკუმენტში საუბარია იმ რეკომენდაციებზეც, რომელსაც პარლამენტი აღმასრულებელ ხელისუფლებას უგზავნის. უფრო კონკრეტულად, საშუალო პერიოდში უნდა მოხდეს ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერება, გრძელვადიან პერიოდში ლოგისტიკური ეფექტიანობის გაზრდა, ხოლო მოკლევადიან პერიოდში მიზნობრივი და დროებითი ინტერვენციების გამოყენება. დღეს კომისიამ საბოლოო დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელშიც, როგორც ასევე ვკითხულობთ, საუბარია იმაზე, რომ ამ სექტორში დაუშვებელია აგრესიული ჩარევა, რადგან სხვა ქვეყნის გამოცდილება მაჩვენა, რომ ასეთ შემთხვევაში ფასების კლების ნაცვლად პროდუქტზე ფასების მატება მოხდა. რაც შეეხება მედიკამენტებს, კომისია გასცემს რეკომენდაციას, რომ რეფერენტული ფასები მედიკამენტებზე ნაცვლად 7,000-ისა 11,000 მედიკამენტზე დადგინდეს. რაც შეეხება საწვავთან დაკავშირებით არის რეკომენდაცია, რომ მოხდეს რეზერვების სწორი მართვა, რადგან კომისიის წევრები აცხადებენ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების პარალელურად სწორედ რეზერვების არსებობის გამო არ მოხდა ის, რომ ფასები მყისიერად არ გაზრდილა ჩვენს ქვეყანაში საწვავზე. კომისიის საბოლოო დასკვნა დღეს წევრებს კომისიის თავმჯდომარემ წარუდგინა. სურათმა აჩვენა ჯაჭვში ქსელიდან დაწყებული წარმოებლით და იმპორტიორ დისტრიბუტორთან დამთავრებული ძირითადი პრობლემა არა გადაჭარბებულ მოგებებშია, არამედ პრობლემა არის არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებში. ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ ფასწარმოქმნის ჯაჭვში გროვდება დამატებული ხარჯი, რომელიც საბოლოო ჯამში აწვება პროდუქციის თვითღირებულებას და აქ არის მნიშვნელოვანი რესურსი, რომ მოხდეს ამ სტრუქტურის სწორად გადაწყობა და საბოლოო ჯამში მოხმარებელი მიიღებს მნიშვნელოვნად უკეთეს ფასს. ვიდრე დღეს არის ეს ბაზარს. კომერციული ურთიერთობა გაუგებარია, არის სხვადასხვა ტიპის კომერციული ან მარკეტინგული გადასახადები, რომელიც არის გაუმჭირვალე, გადახდების მნიშვნელოვანი დაგვიანებები და აქ იყო პრობლემა, რომელიც იქმნის დამატებით ხარჯებს. სწორედ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის ამ სექტორში გადახდების სტანდარტიზაცია. გავითვალისწინოთ, რომ სექტორი არის ძალიან დიდი. ის შეადგენს ჩვენი ეკონომიკის 21%-ს და რაიმე აგრესიული ტიპის ჩარევა ქმნის სისტემურ რისკებს. აგრესიული ჩარევა ჩვენი მხრიდან რეკომენდირებული არ არის. აუცილებელია მიწოდების ჯაჭვის შემცირება, უნდა შეიქმნას ცენტრალიზებული დისტრიბუციის ცენტრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, განსაკუთრებით ეს მნიშვნელოვანი არის რეგიონებისთვის. რაც საბოლოო ჯამში სისტემურად 8-დან 9%-ის შემცირებას განაპირობებს იმ მედიკამენტებზე, რომლებზედაც ეს რეფერენტი გავრცელდა, მნიშვნელოვანი შემცირება მოხდა ფასის და რეკომენდაცია არის, რომ ეს რეფერენტი გადიდდეს უფრო დიდი რაოდენობის მედიკამენტები მოიცავს და თუ დღეს მოიცავს 7,000 რეკომენდაცია არის, რომ მოიცავს 11,000. საწვავთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ, რომ ყველასთვის გასაგები იყოს, გულშინდელმა შეხედრამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ფასი დამოკიდებულია პლაცის ფასზე, დიდწილად, ასე რომ ვთქვათ, საერთაშორისო ბაზრის ფასზე. მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ფასის შემცირება, მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პლაცის ფასის მოძრაობაზე, ხო, მაგრამ დიდი მიღწევა არის ის, რომ აღნიშნოთ, რომ მიუხედავად ან უმძიმესი კრიზისისა, რომელიც ენერგიის ბაზრებზე არის დღეს, ფასის და ჩვენთან მნიშვნელოვნად დაბალი იყო, ვიდრე შედარებით აღმოსავლეთ ქვეყნების
ქვეყნებში, ევროპის ქვეყნებში და ეს განსხვავებები მნიშვნელოვანი არის. ამიტომ აქ განსაკუთრებული როლი ითამაშა რეზერვების სწორი მართვა და რეკომენდაციებიც ამ მიმართულებითაა. დასკვნას მხარი არ დაუჭირეს გიორგი გახარიას თანაგუნდელებმა და ასევე ხალხის ძალის წარმომადგენლებმა. ამ პარტიის მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ დასკვნაში რეკომენდაციები უფრო ვრცელი და ჩაშლილი უნდა იყოს, რაც შეეხება გიორგი გახარიას თანაგუნდელებს. ისინი დღეს კომისიის ხდომაზე ბაზარზე არსებულ მონოპოლიურ გარემოზე საუბრობენ, რასაც მცირე შელაპარაკება მოყვა კომისიის წევრებთან. არ ვეთანხმები კერძო ეტიკეტის დანერგვის პრაქტიკას საქართველოში. ისევ მიგვიყვანს მონოპოლისტურ მათ მდგომარეობამდე და ეს არანაირად არ არის მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა. ჩემი რეკომენდაცია იქნება თავი შევიკავოთ ამ ეტაპზე და დღეს ამ დასკვნის მიღებისაგან. როდესაც თქვენ გადმოგვიგზავნეთ დოკუმენტი, მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ დეტალურად გაგვეხილათ, თუმცა პირდაპირ გეტყვით, რომ ამის დეტალურ შესწავლას გარკვეული დრო ჭირდება. მაშინ, როდესაც არის ვამბობთ, რომ არის კონკურენცია საქართველოში საკმაოდ კარგი და საშუალოზე მაღალი და ამ დროს მეორე მხრივ ხდება ესეთი რამ, რომ ეს გაერთიანებული სასურსათო ქსელები სხვადასხვა ფორმებით მიღებული თუ მიუღებელი ფორმებით აძევებენ მაღაზიებს ბაზრიდან, ეს ალბათ დავეთანხმებით, რომ აქ კონკურენციაზე საუბარი არ არსებობს. გალტენ ტაგარტის კვლევას არენდობით. თქვენ ამბობთ, რომ TBC კაპიტალის კვლევას არენდობით. თქვენ ამბობთ, რომ კონკურენციის სააგენტოს კვლევას არენდობით. ასე არ შეიძლება. მაშინ რაღაცას ხო უნდა ეს პოლიტიკური პოპულიზმი. არ არის პოპულიზმი. არა, რატომ? ნუ შეუშვით ხელს დავასრულეთ. იძახით, რომ ის არ არის კონკურენცია, მაშინ წყარო მოიყვანეთ. ჩვენ ამ დასკვნას ხელს არ მოვაწერთ და თქვენ რახან გჯერათ ამ დასკვნის და გჯერათ, რომ ამ დასკვნის რეალიზების შემდეგ საქართველოში ფასები დაიწყებს კლებას წარმატებას გისურვებთ. მე მხოლოდ გამიხარდება, ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდება, თუ ეს ასე მოხდება. ეს კანონი არ არის, რომ ჩავწეროთ პუნქტებით, ამ პუნქტით ეს გაკეთდეს, ეს არის რეკომენდაცია მთავრობაზე. მთავრობა მას კიდევ სამინისტროების კუთხით ჩაშლის, ბატონაშოთა ბრძანა რომ თქვენი გამოგზავნილი რაღაცები გაუთვალისწინებიათ. ძალიან კარგი თუ გაითვალისწინეს. რეკომენდაციები კიდევ ერთხელ ვამბობ, ნაკლებ წონადად არის წარმოდგენილი. ძალიან მძიმეა, როცა მონოპოლისტურ ვერტიკალს ისევ აქვს ადგილი, ხო? არის წარმოებელი, იმპორტიორიც, დისტრიბუტორიც, დამზღვევიც, სადაზღვევო კომპანიაც, კლინიკაც. მოდის ვიხდ და რაღაც ხო დამგზავრებები რო გარჩება ხა ვერტიკალში. კარგი დოკუმენტია, მაგრამ მინიმუმ ჭირდება ამას დრო, რომ გავეცნოთ, დიდი ალბათობით ხაზს დაუჭერთ, მაგრამ მას შემდეგ რაც გავეცნობით. ყოველივე ის თუ რაც თქვენი მოსაზრებები არის, აგრიშნული დასკვნა ითვალისწინებს სტრატეგიულ მიმართულებებს. 104 გვერდიანი დასკვნა ჯერ ბიუროს დასამტკიცებლად გაეგზავნება, შემდეგ უკვე რეკომენდაციების შესასრულებლად საკანონმდებლო ხელისუფლებიდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გაიგზავნება. ნინო არღულიანი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დადგენილება გამოსცა განისაზღვრა სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებები. სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შექმნილია სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების, ერთობლივი ოპერაციების დაგეგმვის ხელშეწყობის, ინფორმაციის გაცვლის სტანდარტების დანერგვის, ასევე მათი საქმიანობის ეფექტიანობის შეფასებისა და პრობლემური მიმართულებების იდენტიფიცირების, ასევე კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში მთავრობის პროკურატურასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და სასამართლო ხელისუფლებასთან კოორდინაცია კომუნიკაციის მიზნით. დადგენილებაში წერია, რომ სახელმწიფო მინისტრი მხარს უჭერს პრემიერ-მინისტრის მიერ ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხის-შემცველი კრიზისული ვითარების პოლიტიკურ დონეზე მართვას, სახელმწიფო მინისტრის საქმიანობის მატერიალურ, ტექნიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას და ამ დადგენილებით გათვალისწინებული სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებების განხორციელების ხელშეწყობას მთავრობის ადმინისტრაცია ახორციელებს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს ლევან ხარაბაძე, უწყების თანამშრომლებს ფინანსთა მინისტრმა წარუდგინა. ლევან ხარაბაძე ამ დრომდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ხარაბაძის ხელმძღვანელობით კვლავ აქტიურად გაგრძელდება საფინანსო ეკონომიკური დანაშაულის პრევენცია და გამოვლენა. ლევან ხარაბაძემ ხაზი გაუსვა უწყების თანამშრომელთა პროფესიონალიზმსა და მაღალ პასუხისმგებლობას და აღნიშნა, რომ სამსახური დაკისრებული ფუნქციების ეფექტიანად შესრულებას გააგრძელებს. ფინანსთა მინისტრმა საგამოძიებო სამსახურის ყოფილ უფროს მიხეილ მაღლაკელიძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
ახალი ხელმძღვანელი ხავს მომსახურების სააგენტოს შალვა კბილაშვილი თანამშრომლებს შინაგან საქმეთა მინისტრმა წარუდგინა. სულხან თამაზაშვილმა სააგენტოს ახალ დირექტორს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. მომსახურების სააგენტოს დირექტორს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ოპოზიციის მხრიდან თავდასხმა და შეტევა ეკლესიაზე გრძელდება, ამჯერად შეფასებები კეთდება მიხეილ სააკაშვილის პოსტზე. მან პატრიარქის არჩევნებს რუსული სპეცოპერაცია უწოდა. მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ ეს განცხადება არის ერთგვარი მოწოდება, რომ თავდასხმა და შეტევა ეკლესიაზე არ შეწყდეს. მათივე თქმით, ნაცნობური მოძრაობის მხრიდან ეს ნაცნობი ხელწერაა. ძალიან მიგვირს მედიის, რომელიც ისე აქტიურად აშუქებს პატრიარქის ეგრეთ წოდებულ არჩევნების რუსულ სპეცოპერაციას, ვითომ მართლა რაიმე კონკრეტულ პროცესთან გვქონდეს საქმე და ინტრიგა რჩებოდეს. ამ არჩევნების სცენარი დიდი ხანია დაწერილია ლუბლიანკაზე. ეს არის პრეზიდენტი საქართველოს ყოფილი მთავრობის ერთ-ერთი წევრი უკრაინის. ინფორმაცია აქვს იმაზე, რომ რუსული უშიშროება ცდილობს საკუთარი ხელები აფათუროს სინოდის არჩევნებში. თუ იმეს არ აქვს უფლება ელაპარაკოს ქართულ ეკლესიაზე, ცხადია ეს არის პატიმარი სააკაშვილი, ვინაიდან ის ხელისუფლებაში მოსული დღიდან ერთნაირად ებრძოდა ქართულ ეკლესიას და ქართულ სახელმწიფოს და ჩვენ გვახსოვს წმინდანებზე როგორ საუბრობდა ის. ასევე ამ ყველაფერზე ჯერ კიდევ უწმინდესი 2004 წელს ღიად საუბრობდა. მაგრამ აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ სააკაშვილი მხოლოდ საკუთარ პოზიციას კი არ გამოხატავს, ის ფაქტობრივად ძალიან რადიკალური ოპოზიციის პოზიციას გამოხატავს და ამითი აშკარავებს იმ საერთო სიძულვილს, რომელიც რადიკალურ ჯგუფებს ქართული ეკლესიის და ჩვენი ძმების მიმართ გააჩნიათ. მაგრამ სწორედ ამიტომაც არიან ისინი მიუღებლები ჩვენი საზოგადოებისთვის, მეც ილაპარაკებენ კიდევ უფრო ღრმად მიუღებლები გახდებიან. ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ სააკაშვილმა აუცილებლად მოწინავეთა რიგებში უნდა დაუმკვიდროს ადგილი თავის განცხადებებს. უტიფრობის თვალსაზრისით ეს არის რაღაცა მიუღწეველი ჯერჯერობით მწვერვალი, რაც შეეხება სინამდვილეს, პოლიტიკურ სინამდვილეს, არც ეკლესიას, არც მთავრობას, არც სტრუქტურას საქართველოში არ დაუყენებია საქართველოში ისეთი უბედურების კალო, როგორც სააკაშვილმა გააკეთა, მათ შორის რუსეთისათვის ეს 20% ტერიტორიების ჩაბარება. ოპოზიციურ ალიანსში ისევ დაპირისპირებაა ფედერალისტები ნაცნობურ მოძრაობას. ალიანსის წესების დარღვევაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ისინი ალიანსიდან თავს თავად ირიცხავენ. ამის პასუხად ნაცნობურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ მათი ყოფნა ალიანსში არავის გადასაწყვეტი არ არის. ოპოზიციაში შექმნილ ვითარებაზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში. ალიანსში რჩება ნაცნობურ მოძრაობა, მარტო თამარ ჩერგოლეიშვილის მისაღებ გადაწყვეტილება არ გახლავთ. ნაცმოძრაობის პრინციპი, რომ ხან განხეთქილება არის, ხან გაერთიანდებიან, ხან 9 ნაწილად დაიშლებიან, მერე 7 ნაწილად შეერთდებიან, ეს რა თქმა უნდა მობეზდა მათივე ამომრჩეველს. ამიტომაც აღარ არის ახლა საინტერესო ახლა ალიანს დაარქმევ, ფანჩატურს დაარქმევ თუ რაღაცა შარლ მიშელს დაარქვეს ხანდახან ერთ-ერთმა ანასხლეტმა ნაცმოძრაობის არ შველის ეს ნაცმოძრაობის დანაყოფები. არ არსებულს ვერ იყოფენ ერთმანეთში. ძალაუფლება არ აქვთ, მაგრამ მაინც ვერ იყოფენ ერთმანეთში და ხომ წარმოგიდგენიათ ერთი წამით რომ ვინმე დაუშვას ეს ხალხი რომ იყოს ძალაუფლებაში რა დღეში ჩავარდებიან. გემი რო იზრდება და ვირთხები გარბიან გემიდან დაახლოებით ის სიტუაცია, თუმცა ეს გემი დიდი ხანია ჩაძირულია სინამდვილეში, არანაირი პერსპექტივა რადიკალიზმს საქართველოში კვლავ აღორძინდეს მეხუთე კოლონა ხელისუფლებაში მოიყვანონ არ აქვს. ამიტომაც ეს მდარე ეგრეთ წოდებული პოლიტიკური სახეები ერთმანეთისკენ თითს იშვერენ, ერთმანეთს აბრალებენ საკუთარ უნარობას, ისინი უცხო ქვეყნის აგენტურას წარმოადგენენ საქართველოში და ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმას, რომ შესაძაც უკვე მერამდენეთ, მე-10 თუ მე-11 აღმოჩენილი მოძებნილი ფანჩატური კვლავ თავზე გენგრევა, ერთმანეთის მიმართ თითის გაშორით ცდილობენ ამ ლაბირინთიდან თავი გამოიძრუნონ. ევროკავშირში ვოლოდიმირ ზელენსკის გაწევრებისკენ სწრაფვა პარტნიორებთან ურთიერთობებს ძაბავს. ამ სათაურით Financial Times-ის სტატიას აქვეყნებს და უთანხმოების მიზეზებზე წერს. გამოცემის თანახმად კიევი უარს ამბობს ეტაპობრივ ან სიმბოლურ წევრობაზე და სრულ წევრობას მოკლე ვადაში ითხოვს. ევროკავშირის ლიდერები კი ამ პოზიციას არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ გაწევრება მხოლოდ ეტაპობრივად რეფორმების შესრულების მიხედვით უნდა მოხდეს, რაც შესაძლოა 10 წელი გაგრძელდეს. მხარებს შორის უთანხმოებაზე შეფასებები კეთდება თბილისში. ამ ტიპის დაპირისპირება კარგად აშიშვლებს იმ სიყალბეს, რაც არის ამ ურთიერთობაში, რომ თითქოს უკრაინა დღეს ხვალ გახდება წევრი, რაღაც აბსურდული დაპირებები
ბუნდოვანი დაპირებები და უკრაინა ცდილობს რაღაც მოკლე გზა იპოვოს ევროკავშირში წევრობისთვის, თუმცა ყველაფერი არის ძალიან ცხადი ამდენი წლების დაკვირვება მაჩვენა, რომ ერთი არანაირი მოკლე გზა ევროკავშირის წევრობის არ არსებობს, წევრი სახელმწიფოები მტკიცედ იცავენ საკუთარ ინტერესებს და მათ რა თქმა უნდა არ უნდათ უკრაინის მსგავსი კონკურენტი შემოყვანა ამ ბაზარზე, მაგრამ თან არ უნდათ უკრაინის დაკარგვა და ესეთი რაღაც სრულ დაპირებებით, ბუნდოვანი დაპირებებით ცდილობენ გაბრუებას როგორც უკრაინელების ერთის მხრივ და მეორეს მხრივ არც იმას აცდიან უკრაინას რაღაც სხვა ალტერნატივები ნახონ. ინფორმაცია საქართველოს მოსახლეობისათვის არ ახალია, მაშინ როდესაც ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, ყველანაირი უმსგავსობა იკადრეს და ყველაფერით შეგვაცხეს, თუმცა ჩვენ ვიცით რა ჭირდება იმისათვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანდე, ეს პირველ რიგში არა მხოლოდ დირექტივების შესრულებას ეხება, არამედ ქვეყნის სოციო-ეკონომიკურ სტრატეგიულ განვითარებას, რასაც ჩვენი ქვეყანა ემსახურება. უკრაინის შემთხვევაში და მოლდოვის შემთხვევაში ხედავთ, რომ სამწუხაროდ დღეს ამბობენ, რომ თურმე უკრაინამ უნდა დათმოს ტერიტორიები, თურმე მოლდოვა უნდა საერთოდ უარი თქვას მის სუვერენიტეტზე და გაუერთიანდეს რუმინეთს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობთ, რომ საქართველო არასოდეს არ გაიზიარებს ამ უკრაინულ თუ მოლდოვურ გზას ევროინტეგრაციამდე. აზერბაიჯანის პარლამენტმა ევროპარლამენტთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. აზერბაიჯანელი კანონმდებლები ევროპარლამენტს ანტიაზერბაიჯანულ საქმიანობაში ადანაშაულებენ. პარლამენტის წევრების მიერ ერთხმად მიღებული რეზოლუცია ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში აზერბაიჯანის მონაწილეობის შეწყვეტასაც ითვალისწინებს. მანამდე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უწყებაში დაიბარა ევროკავშირის ელჩი და საპროტესტო ნოტა გადასცა. ბაქო ანტიაზერბაიჯანულს უწოდებს 30 აპრილს ევროპარლამენტის მიერ სომხეთის დემოკრატიული მდგრადობის მხარდაჭერის შესახებ მიღებულ რეზოლუციას. საგარეო უწყება რეზოლუციაში შეტანილ სომეხი მოსახლეობის ყარაბაღის რეგიონში დაბრუნების შესახებ განცხადებას უსაფუძვლოს და აზერბაიჯანის შიდა საქმეებში ჩაარევას უწოდებს. ნამდვილად არ გამკვირვებია იქიდან გამომდინარე, რომ ვის და ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის ევროპარლამენტარების ამ ინსტიტუტის უსამართლო დამოკიდებულება და შევახსენებ ჩვენს მოქალაქეებს, რომ სწორედ ეს ინსტიტუტია, რომელიც ღებულობს რეზოლუციებს, უაზრო რეზოლუციებს, სადაც ითხოვენ ჩვენი საპატიო თავმჯდომარის დასანქცირებას, ჩვენი ქვეყნის დასანქცირებას, სადაც გვიწერენ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი და ითხოვენ მის გათავისუფლებას. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არაფერი არ არის აქ გასაკვირი და წარმომიდგენია თუ როგორი არის მათი უსამართლო დამოკიდებულება აზერბაიჯანის მიმართ. სავარაუდოდ მათ სხვა არანაირი გზა არ დაუტოვეს თავიანთი ამ უსამართლო დამოკიდებულებიდან გამომდინარე. კანონი, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს გიდებად, ტაქსის მძღოლებად და მიტანის სერვისის კურიერებად მუშაობა ეკრძალებათ, უკვე სრულად ამოქმედდა. დღეიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო და ჯანდაცვის შრომის ინსპექციის სამსახური ქვეყნის მასშტაბით მონიტორინგს იწყებს. პირველ ეტაპზე კანონდარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას, როგორც დამსაქმებლის, ისე დასაქმებულის მიმართ. განმეორების შემთხვევაში კი ქვეყნიდან გაძევებას. კანონის მიზანია შრომითი ბაზრის დარეგულირება საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ. საქართველოს მოქალაქეები ფაქტიურად იყვნენ გამოდევნილი სხვადასხვა პროფესიებიდან და მასობრივად მათ ადგილს იკავებდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ეს ტენდენციები თვალშისაცემი იყო და ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს მთავრობის, საქართველოს ხელისუფლების მიზანი არის საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე, კონსტიტუციური დათქმებიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უფლებების დაცვა, მათ შორის შრომითი უფლებების დაცვა. ველური მიგრაცია, შრომითი, ყოველგვარი დათქმების გარეშე, უბრალოდ მე ვფიქრობ ანგრევს შრომით ბაზარს, ანგრევს საზოგადოებას, შიგნიდან ანგრევს და ჩვენ გარკვეული, რა თქმა უნდა, დათქმები გვჭირდებოდა იმისთვის, რომ დაგვერეგულირებინა ელემენტარული თამაშის წესები შრომის ბაზარზე. დღეიდან ძალაში შევიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებებით, ცვლილებათა პაკეტით გაიზარდა სანქციები ცალკეულ სამართალ დარღვევებზე. შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ამის მთავარ მიზანს საგზაო მოძრაობის წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ცვლილების შემუშავების დროს გათვალისწინებული იქნა ისეთი ტიპის სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული სანქციების გაზრდა, რომელიც ყველაზე მეტად იწვევდა გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევებს, მოქალაქეთა დაშავებას და გარდაცვალებას.
პირველ რიგში აღნიშნული ცვლილება შეეხება სიჩქარის გადაჭარბებას, მანევრების წესის დარღვევას და სხვადასხვა კონკრეტულ სამართალდარღვევებს, რომელთა ანალიზის შედეგად დადასტურდა, რომ აღნიშნული სამართალდარღვევები ყველაზე მეტად იწვევდა გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევებს. ჩვენ მოუწოდებთ თითოეულ მძღოლს დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები, შინაგან საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს ეფექტურ კონტროლს თითოეულ სამართალდარღვევაზე. იუსტიციის მინისტრის მოადგილე მსოფლიო ბანკის მიწისა და უძრავი ქონების ყოველწლიურ კვლევით კონფერენციაში მონაწილეობს. საერთაშორისო ღონისძიებაზე მინისტრის მოადგილემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კვლევითი ნაშრომი წარადგინა, რომელიც უძრავი ქონების ბაზრის განვითარების თანამედროვე ტექნოლოგიურ მიდგომებს ეხება. ნაშრომმა საორგანიზაციო კომიტეტის მაღალი შეფასება დაიმსახურა. ტოკენიზაცია მიზნად ისახავს უძრავი ქონების სექტორში ინვესტიციების წახალისებას და ინოვაციური პროცესების დანერგვას. ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია კვლევის დოკუმენტმა, ბევრი კითხვა დაისვა, სამოვალოდ იგეგმება დისკუსიების გაგრძელება იმისათვის, რომ ქმედითად განხორციელდეს და დაინერგოს ტოკენიზაცია საქართველოში. ძალიან საინტერესო იყო იმის ნახვა, თუ რა სამუშაოები მიმდინარეობს საქართველოში ტოკენიზაციის მიმართულებით. როგორც პროფესორი მიწის ადმინისტრირების დარგში მოხარული ვარ იმ შესაძლებლობებით, რასაც ეს ფინანსური სექტორისთვის მოიტანს. გუნდს უსურვებ დიდ წარმატებას ამ ძალიან ტრანსფორმაციული პროექტის განვითარებაში. დიდი პატივი იყო საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციის მოსმენა, რომელიც ეხებოდა მიწის ადმინისტრირებაში ბლოკჩეინის გამოყენებას. ეს არის ძალიან ინოვაციური სისტემა. ჩვენ ყოველთვის მტკიცედ გვჯერა, რომ ნებისმიერი ახალი ინიციატივა საჯარო სექტორში უნდა იყოს გაციფრულებული და ბლოკჩეინზე გადასვლა მართლაც შესანიშნავია, რადგან ეს უზრუნველყოფს მეტგამჭვირვალობას, ხელს უწყობს დეცენტრალიზაციას და სასიკეთოა ყველა დაინტერესებული მხარისთვის. აქედან გამომდინარე ეს მართლაც ძალიან კარგი ინიციატივაა. საქართველოს ვუსურებთ წარმატებას და გვსურს ვიხილოთ ამ საქმიანობის მრავალი სარგებელი, რათა სხვა მთავრობებმაც შეძლონ სწავლა და მსგავსი მიღწევების განხორციელება. ქუთაისი პირველად საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმს მასპინძლობს, რომელშიც 7 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ. საერთაშორისო ფორუმი განათლების სამინისტროს მხარდაჭერით და ქუთაისის მერიის ორგანიზებით ტარდება და მიზნად ისახავს ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას და საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებას. ახალგაზრდები წარადგენენ პრეზენტაციებს საგანმანათლებლო პროგრამებისა და სერვისების შესახებ. ფორუმი 3 დღიანია და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მასპინძლობს. სამყაროში, სადაც საზღვრები უკვე ნაკლებად არსებობს, ვინაიდან ძალიან ბევრი საშუალებაა იმისათვის, რომ ერთმანეთთან კომუნიკაცია გქონდეს გლობალური დიალოგი ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, დღევანდელი ახალგაზრდები, რომლებიც დელეგაციებით არიან ჩამოსული სხვადასხვა ქვეყნებიდან, ვთვლი, რომ ძალიან ბევრს წაიღებენ ჩვენგან და ჩვენს საერთაშორისო შესაძლებლობებს გავიცნობით ქუთაისელი ახალგაზრდები. ჩვენი უნივერსიტეტი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უმასპინძლოთ საერთაშორისო ფორუმებს, იმიტომ რომ თვისებრივად უნივერსიტეტი არის საერთაშორისო იდეების და საერთაშორისო სისტემის მატარებელი უნივერსიტეტი. ახალგაზრდების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, განსაკუთრებით საერთაშორისო ასპარეზზე ჩართულობა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს ჩვენი ახალგაზრდების და მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას. მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა გაუზიარონ ჩვენს პარტნიორ და დამეგობრებული ქალაქებიდან ჩამოსულ ახალგაზრდებს თავიანთი ცოდნა, თავიანთი შეხედულება დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციაზე და ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი არის, რომ მათაც მოვუსმინოთ და მათგანაც გავიგოთ და მივიღოთ ისეთი რჩევები, რაც იქ ახალგაზრდებთან არის უკვე დიდი ხანია დანერგი. დღეს დაზღვევის დღეა. ღონისძიება საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზებით იმართება, სადაც სადაზღვევო სექტორის განვითარების გზებზე მიღწეულ წარმატებასა და დაგეგმილ ღონისძიებებზე მსჯელობენ. დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისთვის პრიორიტეტულია დაზღვევის შესახებ ცნობიერების ამაღლება, დაზღვევის პოპულარიზაციის მხარდაჭერა და მოქალაქეებისთვის მათი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. დაზღვევა არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ არამხოლოდ სექტორი, ჯამში ეკონომიკა განვითარდეს მდგრადად, იყოს გადაზღვეული რისკები, რომელიც რა თქმა უნდა შესაძლებლობას აძლევს ეკონომიკას კიდევ უფრო მეტად განვითარდეს. ამ შემთხვევაში აგროდაზღვევასთან მიმართებით უნდა ვთქვა და აღვნიშნო, რომ ყოველწლიურად იზრდება მსხვერპლთა რაოდენობა, ეს რაც ნიშნავს იმას, რომ ნდობა
სადაზღვევო კომპანიების მიმართ მაღალი არის, თუმცა ამ მიმართულებით რა თქმა უნდა გვაქვს გამოწვევები, კიდევ უფრო მეტად არის სამუშაო ცნობიერების ამაღლების მიზნით, რადგან გადაზღვეული რისკები სოფლის მეურნეობაში აძლევს შესაძლებლობას, რომ სტაბილურად განვითარდეს სოფლის მეურნეობა. თვითონ სადაზღვევო სექტორი იზრდება 13%-ით და მეტით. ეს უკვე ყველაფერზე მეტყველებს, დარგი კარგად არის განვითარებული, კარგი ხელმძღვანელობა ყავს, მაგრამ რა თქმა უნდა არის პრობლემებიც. კიდევ უფრო უნდა გამარჯვებდეს სოფლის მეურნეობის კუთხით, გასდათ დასახვეწია ჯანდაცვის სექტორი, ალბათ უნდა განხორციელდეს კერძო სახლების დაზღვევის კუთხით წინსვლა. ჩვენი მხრივ პარლამენტი ყველაფერს აკეთებს, რათა ჰარმონიზაცია მოხდეს ევროკავშირთან. ეს არის ერთი მხრივ პროფესიონალური დღე, ვინც დაზღვევაში ჩართულია ადამიანები 5000-მდე ადამიანია ჩართული და რა თქმა უნდა მომხმარებლები, ვინც რეალურად დაზღვევის პროდუქტებს იყენებენ, დღეს ყველა დაინტერესებული პირი მონაწილეობას მიიღებს ამაში, ჩვენი სამეთვალყურეო საბჭო, მთავრობის წევრები, პარლამენტის წევრები, ყველა სადაზღვევო კომპანია, ბროკერები და ასე შემდეგ. თვითონ სადაზღვევო სექტორი ბოლო წლებში საკმაოდ ინტენსიურად ვითარდება. ქრონიკა 14-ზე დასრულებულია, ეთერში დაბრუნდებით 17 საათზე. დროებით.